წარმოუდგენელია გიორგი შერმადინმა ამ 3 მეტრიანმა ლამის 3 მეტრიანმა კაცმა ცხადია ვუტრირებ თლაც 3 მეტრიანი ხომ არ იქნება მაგრამ მოკლედ მაღალმა კაცმა კალათბურთელმა რომელმაც თავი შეაყვარა ქართულ საზოგადოებას კომაქს წლების განმავლობაში კალათბურთელმა რომელმაც ჩვენ მასშტაბებში დიდი კალათბურთი ითამაშა ის ასაკვირველი არ არის ახლა სოფლიო დონის კალათბურთელი გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატები არის ხო კალათბურთის მექა კალათბურთის ოაზისი არა იმ მასშტაბის კალათბურთელი ცხადი არ არის ახლა NBA-ში ის ტოპ 1000 ტოპ 2000 ტოპ 10000-ულშიც კი არ იქნებოდა და ვერ იქნება ხო მაგრამ ჩვენ მასშტაბებში ის დიდი კალათბურთელია გიორგი შერბადინი ეს 3 მეტრიანი ლამის კაცი წარმოუდგენელია მან არ იცოდეს რომ კომაგი მაყურებელი ტრიბუნაზე მისული გულშემატკივარი ამ ყველაფერს კრიტიკით ამ სიტყვას კრიტიკით არ შეხვდებოდა და არ შეხვდება მაგრამ გიორგი შერმადინი თავს უფლებას აძლევს რომ სიტყვით გამოსვლისას მაინც გადაუხადოს მადლობა სახელმწიფოს და აგრეთვე პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს რატომ აკეთებს გიორგი შერმადინი ამას თვით ინიციატივა არ მგონია ის რეპუტაციას საკუთარ რეპუტაციას ძლივს დაგდებულ სახელს ძლივს მოპოვებულ სახელს სასწორის სპინაზე აგდებს და რეალურად ვნებს და თან უნდა იცოდეს წესით თუ იოტისოდე ნაგონება აქვს რომ სწირავს საკუთარ თავს ამასთან სამუდამოდ იმიტომ რომ პირველ ყოვლისა კალათბურთელი, ფეხბურთელი, ნებისმიერი სპორტის წარმომადგენელი, ხელოვანი, ნებისმიერი მიმართულების ხელოსანი, ნებისმიერი მიმართულების, არ ვიცი, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი პირველ ყოვლისა არიან მოქალაქეები. აქ გიორგი შერმადინი საკუთარ თავს როგორც მოქალაქეს ღალატობს, უხდის რა მადლობას პრემიერ-მინისტრს რა აქ ჩვენში დარჩეს და მადლობა გადასახდელი პრემიერ კობახიძეს. რა გააკეთა მან კალათბურთისთვის ისეთი, რის გამოც ამ 3 მეტრიან კაცს მადლობა უნდა გადაეხადა არაფერი. მაგრამ რომს გაეკეთებინა გიორგი შერმადინს როგორც 3 მეტრიან კაცს არა, გონიერ კაცს, თუ ის გონიერი კაცია, უნდა გაეთვალა, რომ პირველი კრიტიკა კი არა, სტვენით დახვდებოდნენ მის ამ განცხადებას, მეორე დღეს სოციალური ქსელი აჭრელდებოდა მისი კრიტიკით, უშუალოდ კრიტიკით კი არა, პრაქტიკულად გინებით, შერცხვენით, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, გაკრიტიკებით, აგდებით, ქილიკით მასზე. ეს უნდა გაეთვალა წესით და არ უნდა ევნოს საკუთარი რეპუტაციისთვის. მესამე რომც კონდეს გაკეთებული ირაკლი კობახიძეს რამ კარგი კალათბურთისთვის, ქართული კალათბურთისთვის ასე მაგალითად ნაკრებისათვის მას გიორგი შერმადინს უნდა გაეთვალა და უნდა ეანგარიშა, რომ ირაკლი კობახიძე ბანდიტია და ეს მისი ბანდიტობა თეორიულად მაინც გამოჩნდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილი რო ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, წარმოიდგინეთ. ირაკლი ღარიბაშვილსაც ხომ გადაუხდიდა მადლობას, როგორც პრემიერ-მინისტრს. აღმოჩნდებოდა, გამოხდებოდა ხანი და აღმოჩნდებოდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა, ალბათ შერმადინისეული გაგებით კალათბურთისთვის, სპორტისთვის ზოგადად. ეს ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა, რომ გამოხდა ხანი და აღმოჩნდა, რომ არის ბანდიტი. რომელმაც 7 მილიონი ოფიციალურად და რეალურად 70 მილიონი და იქნება 170 მილიონიც კი მოიპარა, ჩაუჯდა წილში ვიღაცებს, უკანონო შემოსავლები მიიღო და ასე შემდეგ და გუნდსაც კი არა მარტო სახელმწიფოს რომ უღალატა ეს ყველა ვიცით, მაგრამ გუნდსაც კი ირაკლი კობახიძეს კითხოს თუ არა და ბატონმა შერმადინმა გუნდსაც კი მან ღარიბაშვილმა, მან ჯუან შერბურჭულაძემ, მან რომეო მიქაუტაძემ, მან სხვებმა უღალატეს და გამოდის რომ შერმადინიც გადაუხდიდა მადლობას პირს, რომელიც თეორიულად მოსღალატე იყო. რა დარწმუნებულია, როგორ არის დარწმუნებული გიორგი შერმადინი იმაში, რომ გამოხდება, არ გამოხდება ხანი, თუ გამოხდება ხანი და გარკვეული პერიოდის შემდეგ ზუსტად ისევე არ ჩაიძირება ირაკლი კობახიძე მადლობა გადახდილი შერმადინის მიერ ახლა, როგორც ჩაიძირა ირაკლი ღარიბაშვილი. თქვენ გგონიათ, ან შერმადინს გონიათ, რომ უკანასკნელი კორუმპირებული ირაკლი ღარიბაშვილია? თქვენ გგონიათ, რომ კალაძეს ასე მაგალითად ან
კობახიძეს ასევე, დინარაძეს ასე მაგალითად ან პაპუაშვილს, რომელმაც რაღაც 1 ლარად თუ 3 ლარად ნახევრად მიიღო ბევრი ჰექტარი მიწა, რომელიღაც ეტაპზე არ მიადგება არა მხოლოდ ოპოზიცია, რომელიც როცა იქნება გახდება ხელისუფლება კოალიციურად რასაკვირველია, არამედ უშუალოდ მომავალი პრემიერ-მინისტრიც პირობითი გვარით, რა ვიცი, ამ მნიშვნელობა რა გვარს დავასახელებ, აბაშიძე, სიკინჭილაშვილი თუ პავლიაშვილი. შერმადინმა რეალურად გასწირა საკუთარი თავიდან, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ საბჭოთა კავშირი იქნებაო, ამას გულისხმობთ საბჭოთა საქართველოს ქმნის ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი, რომლის წარმომადგენლებაც უთუოდ სთხოვეს დაახლოებით შემდეგი რა ამ 3 მეტრიან კალათბურთელს მეტრა ნახევრიანება არა მე აქ სიმაღლეზე კი არ ვლაპარაკობ, უბრალოდ მასზე დაბლებმა მეთქი ამაზე ამახვილე ყურადღებას, ამას უსვამ ხაზს. კარგი იქნება გიორგი თუ შენ აი ამ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ორ ტკბილ სიტყვას ირაკლი კობახიძეზე, როგორც დიდ ქომაგზე და დიდ მოამაგეზე ქართული კალათბურთისა. და გიორგი შერმადინმაც, რომელსაც ალბათ არ დაუწერეს, იმედი მაქვს არ დაუწერეს ესე სიტყვა სიტყვით და არ დაიზუთხა დაწერილი, მაგრამ საკუთარი ინტერპრეტაციით, საკუთარი სიტყვებით, საკუთარი რედაქციით თქვა ის, რაც თქვა, მადლობას ვუხდი ირაკლი კობახიძეს და დაანგრია გიორგი შერმადინმა, უთხარით მას. ეს უნდა უთხრათ ახლობლებმა, კი არა და შეაქოთ. არამედ ეს უნდა უთხრათ, რომ მან დაანგრია საკუთარი პიროვნება. მან დაანგრია გიორგი შერმადინი როგორც კალათბურთელი და ჩვენი მასშტაბებით დიდი კალათბურთელი ქართველი ქომაგის თვალში აღარ არის განულდა. მას ჩაგდებული აქვს ესპანეთში ამდენი და ამდენი ქულა აქვს მოპოვებული, საქართველოს ნაკრებში ამდენი და ამდენი დაფარება აქვს გაკეთებული. ის თამაში ითამაშა ბრწყინვალედ, ან ის თამაში მეორე თამაში ითამაშა ბრწყინვალეზე უკეთესად, მეხუთე ხარისხოვანი ხდება ქართველი ქომაგისათვის. ქართველმა ქომაგმა იცის რომ კარიერის დასასრულ, სანაკრებო კარიერის დასასრულ თუ არ ვწდები, გიორგი შერმადინმა გადადგა ნაბიჯი, რომელსაც არა მარტო 3 მეტრიანი, ასე წარმოვაჩენ, თორე მართლა სიმაღლეს კი არა აქვს მნიშვნელობა, არა მარტო 3 მეტრიანები, არამედ მეტრიანი კაცებიც, თუ ისინი კაცები არიან, უბრალოდ არ დგამენ. კვლავ ვიმეორებ, მაღალზე მაღალი ალბათობით პრემიერის ადმინისტრაციიდან რომელიმე ერთი უგვანი კაცი რუსი, არსით რუსი, დაუკავშირდა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, მაღალი ალბათობით. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა გიორგი შერმადინთან და დაახლოებით უთხრა შემდეგი: ხელმძღვანელის მოადგილე მოგლეთ ვიღაცამ, რომელიც ხელისუფლებასთან მიახლოებულია, რომ კარგი იქნება გიორგი თუ შეაქებთ ირაკლი კობახიძეს. ბიზინა ივანიშვილი რომ არ ახსენა, სიმართლე გითხრათ, ცოტა მიგვირს. დამოუკიდებელი ადამიანი არის დამოუკიდებელი ადამიანი. დამოუკიდებელი ყოველგვარი კონიუნქტურისაგან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ერთ სახელმწიფო ჩინოვნიკს, რეალურად კი ბანდიტს კარგი რამ აქვს გაკეთებული კალათბურთისთვის, ასე მაგალითად ამ შემთხვევაში ასეთი სიტყვები არ არის დათქმული. 92 წელია თუ არ ვცდები, 1992 წელი. და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ იმხანად გააკეთა ბევრი რამ იმისთვის, რომ საკალათბურთო ნაკრები მოხვედრილიყო ოლიმპიადაზე NBA-ს კალათბურთელებით დაკომპლექტებული და იქ იცით თქვენ ამ Dream Team-მა, გადავამოწმებ 92 წელია, გადაგლიჯა ყველაფერი ისევე როგორც ყოველთვის გადაგლიჯა უკვე შემდგომ წლებში. მოდიში Dream Team ავკრებ 92 წელია, მაგრამ მაინც თიამ ბასკეტბოლ 92 წელია კი. იქ არის მაიკლ ჯორდანი, მეჯიკ ჯონსონი, იქ არიან კალათბურთელები, რომლებიც მსოფლიო კალათბურთის ლეგენდებია, შერმადინები კი არ არიან მართლა. და საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები კი არ არის მართლა. ამერიკის შეერთებული შტატები არის უმძლავრესი სახელმწიფო და იმჟამად, იმხანად პრეზიდენტ ბუში უფროსის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მსოფლიო საკალათბურთო ზეებში, მსოფლიო ოლიმპიადაზე ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები, რომელიც მანამდე როგორც წესი არ მონაწილეობდა, იმიტომ რომ არ კადრულობდა ევროპელ ჭიჭიპუჭა მათთვის ჭიჭიპუჭა ნაკრებებთან თამაშს,
გასული იყო. გასაკვირველია, ყველაფერი იცოდა. აქ ლაპარაკი იყო ვინ გავიდოდა მეორე ადგილზე, მესამე ადგილზე, თორე პირველი ადგილოსანი ვინც იქნებოდა, ყველა მიცოდა. არც ერთ კალათბურთელს, რომლებიც იმავდროულად არიან დიდი მოქალაქეების, ბევრი მათგანი ყოველ შემთხვევაში არ მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, რომ ეთქვა thank you Mr. President. პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა არის უმაღლესი პირი იცით შეერთებულ შტატებში, როგორც საქართველოში არის პრემიერ-მინისტრი უმაღლესი პირი. მე გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, მეორე ბჭყალებში უმაღლესი პირი რეალურად კი ფუჩეჩი ყაველაშვილი, რომ არ შეაქო კალათბურთელმა 3 მეტრიანმა გიორგი შერმადინმა. ამბავი ეს არის სწორედ. საქართველოს ხელისუფლება ქმნის ამგვარ ამბავს, ამგვარ ისტორიას, ამგვარ სივრცეს, ამგვარობას, რომ ავტორიტეტებს ამ შემთხვევაში შერმადინს მადლობას ათქმევინებს მისთვის, რომ იქნება და ეს მადლობა მაინც დაიჯეროს, ან ეს მადლობა მიიღოს, ან რაღაცა შერმადინმა ან სხვა თქვა მადლობა ყობახიძის მისამართით, იქნება და მე თქვას, რომ აი ავტორიტეტები, დიდი კალათბურთელი ჩვენი მასშტაბით შერმადინი მაქებს და თქვენ აკაცუკები, ვინ ჩემი ფეხები ხართო. უპირისპირებს პირდაპირ თუ ირიბად გამოსდის, რომ უპირისპირებს კალათბურთელს შერმადინს, როგორც ეს შერმადინის ბრალია და პასუხისმგებლობაა და არა კალათბურთელ მაგალითად მეწაღეს თუ ზეინკალს, რომელიც აქციაზე გამოვა. ეს არის მიზეზი, ავტორიტეტები, ამას იტყვიან. ხვალ ქალბატონო ნონა გაფრინდაშვილმა უზარმაზარი პატივისცემა, მაგრამ იგივე შეცდომა რო დაუშვას, ეს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიმე თან რიგოსანი ხომ არ გგონია ჩვენ ყველას ერთად აქციაზე თუ ვინმე თან რიგოსანი გამოდის ჩვენგან, აი ოსტატი ასე მაგ ჭადრაკი საჭადრაკო ოსტატი ხო თუ ის ქალი, ეს ნონა გაფრინდაშვილი არის დღემდე არის უმასშტაბურესი ქალი, რომელიც დიდოსტატია არა მხოლოდ ქალთა შორის, 5-გზის მსოფლიო ჩემპიონია და მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ის დიდოსტატია არა მხოლოდ ქალთა შორის ჭადრაკში, არამედ დიდოსტატია ვაჟთა შორის ჭადრაკშიც. მაგრამ და უზარმაზარი მასშტაბის მასზე დიდი მოჭადრაკე მსოფლიოს არ ჰყოლია ქალბატონ მაია ჩიმურდანიძესანი პატივისცემის დადასტურებით. მე არ უპირისპირებს, ხადია ქალბატონი მაია 5-გზის ჩემპიონია. ვერამენტში კი იყო ესეთი უზარმაზარი მასშტაბის ჩეხი მოჭადრაკე. ისიც უზარმაზარი იყო, უკვე შემდგომ პერიოდში ხა პია კრამლინგს არ ვახსენებ და ცხადია ვახსენებ იუდით პოლგარს, პირველ ჟუჟა პოლგარსაც, მაგრამ პირველ ყოვლისა იუდით პოლგარს და კიდევ რამდენიმე ჩინელის გახსენება შემიძლია, მაგრამ ნონას სახელი, ნონას მასშტაბის სახელი არ დაუტოვებია არავის. ხვალ ნონა გაფრინდაშვილი მოკეთ რომ გამოვიდეს და თქვას უზარმაზარი მადლობა პრემიერ-მინისტრს. ეს მისი მოფიქრებული იქნება. განა ჭადრაკის სასახლე არ ექნება აშენებული რომელიმე ქალაქში თუ სოფელში საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას. ექნება აშენებული ისეთი ჭადრაკის სასახლე ექნება აშენებული, როგორიც არ ყოფილა ვერისბახშიც კი. როცა ის ვერისბახის ჭადრაკის სასახლე ყვაოდა და მართლა იყო ესე მექა, ესე ვიტყვი, ახალგაზრდა მოჭადრაკეების აღმზრდელი, ხო, ჩამომყალიბებელი. იქ რაღაც ის უზარმაზარი სკოლაც არსებობდა ვახტანგ გურგენიძე, ხო თუ არ ვწდები და ნამდვილად სხვები და სხვები. მაგრამ ნონა გაფრინდაშვილმა ნონა გაფრინდაშვილმა ეს უნდა გააკეთოს. გასაკვირველია არა. ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ვიცით რომ ოცნების ამორჩეველია, აქვე ვიტყვით და ოცნების მომხრეა, ეს მაინც არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ამით მნიშვნელოვნად ავნებს საკუთარივე რეპუტაციას. მე არ დაუსვენ. გიორგი შერმადინს კიდევ შეიძლება დაუსტვინო იქ რო ყოფილიყავი. ნონა გაფრინდაშვილს ალბათ მაინც ვერ ვკადრებ, ის კიდევ უფრო დიდი სახელია მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში, ვიდრე შერმადინის 3 მეტრიანი მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში, მაგრამ და სწორედ ამიტომაც და კიდევ ასაკის გათვალისწინებით მე ნონა გაფრინდაშვილს ავდგები და ავტრიალდები და გავალ და ვიდეო ბლოგსაც კი არ ჩავწერ ქალბატონ ნონაზე. რა უფლება მაქვს მე კი ასე ვიტყვი, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს. იქნება და სჯობს რომ იყო კასპაროვზეც არა ვარ მე განსაკუთრებული აზრის, ეგ რა მაგის პასუხია, მაგრამ იქნება და სჯობს რაღაც ჭადრაკს შევეხეთ, სწორედაც რომ კასპაროვი და არა კარპოვი. კონცეპტუალურად კასპაროვი, რუსეთის მოქალაქე, და არა კარპოვი, რუსეთის მოქალაქე, კარპოვი, რომელსაც ასევე მსოფლიო ჩემპიონია. არა, ის არ არის უმასშტაბურესი კაცი ჭადრაკის ისტორიაში, მას საერთოდაც პრაქტიკულად აჩუქეს 70-იან წლებში, როდესაც ფიშერმა დათმო და სპასკი მოუგო კარპოვმა ფინალური მატჩი და მე წააგო იცით თქვენ სწორედ კასპაროვთან, მაგრამ დამარცხდა სწორედ კასპაროვთან, მაგრამ გაჯობია იყო კასპაროვი
თუ იყო კარპოვი კასპაროვზე კაკი გითხარით განსაკუთრებული აზრის არავა ფიშეი შეიძლება არ იყო ის რევოლუციონერი კაცი იყო და მაგიდაზე აყირავდა საკუთარ საკუთარი ამოწურა ჭადრაკმა საკუთარი თავიო და ფიგურები გააადგილა რამდენადაც მახსოვს და ფიშერის ჭადრაკის შექმნა ფიჩერ ჩეს ხო თუ არ ვთქვი ასე ჰქვია მაგრამ რა ჯობია შენ მადინს დაუბრუნდეთ რა ჯობია იყო შენ მოქალაქე პირველ ყოვლისა და მე და აქედან გამომდინარე ზაფასებდნენ შენს კალათბურთელობას ქართული მასშტაბით აკითხარით დიც თუ იყო მოქალაქე ნაკლებად გერქვას მოქალაქე ეს პრობლემა ჩვენში რეალურად პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობსო ამას რო ქადაგებენ ქართული ოცნების მესვეულები ეს პოლიტიკა არ იყო თუ როგორ გონიათ დამოუკიდებელი პოლიტიკა იყო შერმადინის მიერ წარმოთქმული სიტყვა მისი პოლიტიკა იყო? არა, 3 მეტრიან კაცს ვუტრირებ ცხადია და კიბოდიშებთ აქ. აკვე ამას რა ჰქვია სიმართლე გითხრათ არ ვიცით, მოკლედ მასზე ბევრად დაბლებმა დაავალეს ამის გაკეთება და ამ დაბლეს 3 მეტრიანი კაცი, რომელიც მასშტაბური შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩვენ სინამდვილეში ცხადია, რომ დადუმებულიყო. მადლობა პირველ რიგში კომაგისთვის, პირველ რიგში კი არა, სწორედ კომაგისთვის გადაეხადა. და ეთქვა რომ ჩვენ ერთად მოვდივართ, ერთი გუნდი ვართ, ვიბრძოლებთ მომავალში ხან დავმარცხდებით, ხან გავმარჯვებით, საქართველო არის ევროპის ნაწილი უნდა იყოს, იქ პრემიერი ესწრება, რამდენად პრემიერად წოდებული ბანდიტი ესწრება. აი ამ ყველაფერს თუ ამხელა ტრიბუნა გაქვს, ხო? და უნდა თქვა სწორედ ეს სიტყვა. დინების წინააღმდეგ უნდა წახვიდეთ, რაც მეც გააკონფორმისტებს საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა მით უფრო მეტად ვამხელთ მას უკვე შემდგომ წლებში უბრალოდ ეგ არის რომ ჩვენ გვინდა რომ ის დამარცხდეს აქ და ახლა და დამარცხდება კიდე სწორედ ისტორიულად რომ დამარცხებულია ირაკლი კობახიძე ბანდიტი და მისი ნაჩალნიკი ბანდიტი აგრეთვე ხო ეს ცხადია ვაგლახდა სამწუხაროდ შერმადინიც დამარცხებულია ისტორიულად ამ 30 წამიანი სიტყვის გამო მომავალო ვარსკვლავებო ჩვენი მასშტაბით. კალათბურთში არ ვიცი და როგორც მოქალაქეები არ წახვეთ, არ გახვეთ შერმადინის გზას. ეს არის ჩემი შეძახი.